რადიო იმედზე ზაზა ჭითანავასთან ერთად. Salmevit განვაგრძობთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მუშაობას. თბილისის დროით გახლავთ 14 საათი 19 წუთი. ჩვენ გამოვეხმაურებით გადაფრებ ნოლებზე ნადირობის სეზონის დასრულებას, როგორც ჩაიარა სეზონმა და მომავალი სეზონი როდიდან იწყება. რა თქმა უნდა, ამ საქმით დაკავებული ადამიანებისთვის ეს ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია და კარგად იციან, თუმცა ჩვენ ზოგად ინფორმაციას მივიღებთ და თემაზე ასაუბრობთ რადიო იმედის სტუდიაში. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროს გალბატონ მაია ჩხუბაძეს მას მოვძლებთ და მივესალმებით მას. მადლობა სტუმრობისთვის. Ალბათ მაია, დასრულდა სეზონი და ჩვენ ადრეც გვისაუბრე ამაზე, ზოგადად სეზონიდან სეზონამდე რაღაც ევოლუციას განვიცდით ძალიან ბევრი მიმართულებით, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი. Როგორ ჩაიარა ამ სეზონმა, თქო სტატისტიკური მაჩვენებელი დარღვევებისა, როგორი იყო, აღემატებოდა, არ აღემატებოდა, რა სურათი მივიღეთ და როგორია მდგომარეობა დღეისთვის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით. დიახ, 28 თებერვალს დასრულდა ნადირობის სეზონი, რომელიც გაიხსნა 2024 წლის 4 აგვისტოს და წელს 2025 წლის 4 აგვისტომდე დახურულია სეზონი. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში აკრძალული არის ნადირობა. და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გაკონტროლდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება გამოვლენილ ფაქტებს ამ სეზონზე, ანუ 2024 წლის აგვისტოს 4 შაბათიდან 2025 წლის 1 მარტამდე, ეს ფაქტები სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია, 567-მდე არის ფაქტი დარღვევის, მათ შორის 4 იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი, კერძოდ მოქალაქეებმა მოკლეს შველი, რომლის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 5000 ლარს და სისხლის სამართალი დგება მაშინ, როდესაც გარემოსთვის მიყენებული ზიანი არის მნიშვნელოვანი და 2000 ლარს ზემოთ უკვე ყველა შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. გამოვლენილი ფაქტების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ძირითადად ბრაკონიერები იყენებენ ელექტრონული მოწყობილობებს, ეგრეთ წოდებულ საძახილებს, რომლებსაც იყენებენ გადამფრენი ფრინველების მოზიდვის, მასობრივად მოსატყუებლად, მოსაზიდად და შემდგომ რომ დიდი რაოდენობით მოიპოვონ. და ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ესეთი მეთოდი აკრძალულია ჩვენი ნადირობის წესების თანახმად და რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ უქმი, როდესაც სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული დარღვევა. გარდა ამისა, რეგიონების მიხედვითაც რომ გავაკეთოთ ანალიზი, ყველაზე დიდი უკანონო ნადირობის და ბრაკონიერების ფაქტები გამოვლინდა სამეგრელოზე მოსვანეთსა და იმერეთში, გურიაშიც იყო უკანონო ნადირობის ფაქტები და შემდგომში დიახ და ასევე იყო ქვემო ქართლში, ასევე იყო შიდა ქართლში და მცხეთა მთიანეთში ეს რეგიონები ლიდერობს. თუმცა რა თქმა უნდა, უკანონო ნადირობის ფაქტები ასევე გამოვლინდა კახეთში და სამცხე-ჯავახეთშიც. რამდენად გაიზარდა, თქვათ, უკანონო ნადირობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, ვიცი რომ მოდერნიზაციაც მოხდა, სპეციალისტები გყავთ, ადრე გვისაუბრიათ ხელხაზეც, ხო? აი რა ფაქტორების ერთობლიობით ხდება ხოლმე მსგავსი დარღვევების აღმოჩენა? დიახ. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ყავს 9 ტერიტორიული ორგანო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის 1 შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოა და 8 ტერიტორიული ორგანო სახმელეთო ტერიტორიას აკონტროლებენ და რა თქმა უნდა, კონტროლი ხდება ორი მიმართულებით, ინსპექტირება, დაგეგმილი შემოწმებები და რომელიც ძირითადად ახორციელებს რეგულირების ობიექტების შემოწმებას და არის ასევე პატრულირების, გარემოსდაცვის პატრულირებისას რაფირეაგირების ჯგუფები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ახდენენ პატრულირებას და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი არის ცხელხაზზე შემოსული ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ფორმით შემოსული ინფორმაცია. ჩვენ ძალიან ბევრ მექანიზმს ვიყენებთ თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ინფორმაციების მოგროვება და მოძიება, რომელსაც ვიყენებთ დარღვევების აღმოფხვრისთვის. ეს შეიძლება იყოს სოციალური ქსელი, ეს შეიძლება იყოს მეილზე შეტყობინების შემოსვლა, ოფიციალურად წერილი შემოსვლა, ან რა თქმა უნდა, ყველაზე ოპერატიული და ყველაზე ოპტიმალური არის ცხელი ხაზი, რომელიც ყველა ოპერატორიდან არის უფასო და რომელსაც აქვს ორმაგი დანიშნულება, როგორც დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ასევე რაიმე კონკრეტულ მექანიზმზე, კონკრეტულ რეგულაციაზე ინფორმაციის მიღება. კი, საკონსულტაციო 153, რომელიც არავითარი ინდექსი არ ჭირდება, უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. დიახ, უფასოა.
და ქალაქის ტელეფონი და ერთად რეკავს ქალაქე გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი. კი ბატონო. ჩვენ ისიც ვიცით რომ ამ მოწესრიგებასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც ყოველთვის არის გარკვეული კანონი, ჩარჩოები, ხელშეკრულება თუ ვალდებულებები ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან მეორე მხრივ რაღაცა წესების დადგენა მოქალაქეებთან თანამშრომლობის კუთხით და ამის გამოხატულება არის თქვათ იგივე გადაფრენველებზე კონკრეტულად ნადირობის სეზონის დასაწყისი, დასასრული აგვისტოს მე-4 კვირიდან აგერ გაზაფხულამდე ხო რაც თქვენ ახსენეთ და გასაგებია რომ ეს ყველაფერი რაღაც ბუნების კანონებს ემორჩილება და სწორედ ამ ხრივ ბალანსის დაცვისთვის არის ეს ყველაფერიც ხო იმიტომ რომ რაღაც კანონიერი ნადირობა უკანონო ნადირობა ისე ასეული წლის წინ ასეთი გაგება არ არსებობდა ხო მაგრამ დღეს მოცემულობამ ისეთი შექმნა სურათი რომ ადამიანებსვე უწევთ რაღაცა თადარიგის დაჭერა იმისთვის რომ ეს ბიომრავალფეროვნება ჩვენ შევინარჩუნოთ. თუმცა მეორეს მხრივ თანამედროვე ადამიანი სრულიად სხვა მოცემულობაში არის და რაღაც კუთხით უნდა გვიხაროდეს ამ ინსტინქტის შენარჩუნება, იმიტომ რომ ნადირობა ალბათ ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტის ერთ-ერთი გამოვლინებაა, ხო? ახლა თუ რაღაცა სიჭარბის ფონზე მაინც ჰობია თუ გართობაა თუ ინსტინქტი ამისული ადამიანს გააჩნია ერთის მხრივ სასიხარულოა, იმიტომ რომ რაღაცა პირველად ინსტინქტებს ადამიანი არ კარგავს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ არის მისი თვითგადარჩენისთვის აუცილებელი, ხო? აი ეს ბალანსის დაჭერა ალბათ თანამედროვე კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხო? იმიტომ რომ იგივე ნადირობის უნარი თუ სურვილი, ესეც ერთგვარი რეფლექსია და ფსიქოლოგიური თანამედროვე ადამიანისთვის ალბათ ფსიქოლოგიური ხარდაჭერის შეიძლება სრულიად სხვა აღირებულება და განზომილება გააჩნია. აი ამ მხრივ აი ამ ბალანსის შენარჩუნების კუთხით როგორი არის ტენდენცია მსოფლიოში გამოსლებით თქვენი ლოგიკით და ჩვენთან საკანონმდებლო ბაზისი აი რა კონცეფციას უნდა მოერგოს რომელიც დამუშავების საგანია როდესაც ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო შეკითხვა იყო. მოდით თქვენი მსჯელობა ბევრ საკითხს ეხებოდა და მოდით პირველი საკითხიდან რო დავიწყოთ რა მექანიზმებს იყენებს სამინისტრო, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა, როგორც პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე მართვისა და კანონახსრულების კუთხით და სამინისტრო როგორც მთავარი უწყება ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისთვის, რომელიც კონსტიტუციით საქართველოს მოსახლეობის საქართველოს სახელმწიფო საკუთრება არის. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სამინისტროს უმთავრესი ფუნქცია არის პრევენცია. პრევენცია, მათ შორის გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის პრევენცია და პრევენციული ღონისძიებები არის მათ შორის როგორც აღვნიშნეთ სეზონის გახსნის დახურვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, როგორც აღვნიშნეთ პრევენციის ღონისძიება, ასევე ცხელი ხაზის არსებობა, პრევენციულია ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისას რეაგირების ჯგუფები, რომლებიც ოპერირებენ, პატრულირებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რასაც ვეყრდნობით. რაც შეეხება თქვენი მსჯელობის მეორე ნაწილს, ძირითადად ხაზი გაუსვით ურთიერთობის საერთაშორისო პრაქტიკას ამ კუთხით და ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუ როგორ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესები მოწესრიგებული და როგორ არის დღეს. დღეს მდგომარეობით თუ ადამიანს უნდა მაგალითად ცხოველთა სამყაროს ობიექტზე ნადირობა, ცხოველებზე ნადირობა, გარეულ ცხოველზე, ამისთვის მოწყობილია სამონადირეო მეურნეობები, ისევე როგორც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ანუ სამონადირეო მეურნეობა ეს არის ორგანიზაციული სტრუქტურული ერთეული, რომელიც გარკვეული ლიცენზიის ან ნებართვის საფუძველზე ზოგ ქვეყანაში შეიძლება ამის რაიმე სხვა ავტორიზაციის დოკუმენტი არსებობდეს, საქართველოში არსებობს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, რომელიც გაიცემა კონკრეტულად რომელიმე პირზე, დაინტერესებულ პირზე და რა თქმა უნდა, იქ ტარდება აუქციონი, ვინც აუქციონში დააკმაყოფილებს სააუქციონო მოთხოვნებს, გაიცემა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია. სააუქციონო მოთხოვნები უმეტეს შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი მიდგომებიდან გამომდინარე. რა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა? უპირველეს ყოვლისა ის, რომ ფიზიკურად დავიცვათ, უმეტეს შემთხვევაში სამონადირეები მოწყობილია ტყის სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე. უპირველესი მიზანი რაც არის ამ ტყის ტერიტორიის დაცვა.
თქვენ დამერწმუნებით, რომ ვერავითარი სახეობა ვერ იარსებებს ჰაბიტატის, ანუ თავშესაბრის გარეშე. ამიტომ ტყე მისი ჰაბიტატია, მისი საარსებოა, მისი სახლია. შესაბამისად, უპირველესი ვალდებულება, რა თქმა უნდა, არსებობს ტერიტორიის დაცვა, რომელიც დაცული უნდა იყოს როგორც უკანონო ჭრისგან, ასევე ნებისმიერი სხვა უკანონო ზემოქმედებისგან. უკვე თვითონ მისი კომერციული ინტერესიც არის, რომ შეესაბამებოდეს მაქსიმალურად ველურ გარემოს. და დიახ, ასევე მისი ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს გარეულ ცხოველთა აღწარმოებას, მაგალითად, მოაწყოს ბიოტექნიკური ღონისძიებები, ჩაატაროს დათესოს ნათესები, მოაწყოს სამარილეები, მოაწყოს სანაშენეები, ანუ შეუწყოს ხელი ბუნებრივად გამრავლებას და რა თქმა უნდა, მთავარი კომერციული ინტერესია, რომ ანადიროს აქ დაინტერესებული პირები გარკვეული საფასურის მიღების სანაცვლოდ და შესაბამისად ეს საკითხი საქართველოში დღეის მდგომარეობით მოწესრიგებულია იმ კუთხით, რომ სამონადირო მეურნეობები არსებობს, ფუნქციონირებს და ამ სამონადირო მეურნეობებში დადგენილი კოდის ფარგლებში დაშვებულია გარეულ ცხოველზე ნადირობა. როგორ გარეულ ცხოველს, ესეც მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული, ეს შეიძლება იყოს შველი, გარეული ღორი, ენოტი, მელა, ტურა, მგელი და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება იყოს აქ ხოხობი, კაკაბი, რომელიც სამონადირეოში დაშვებულია, სამონადირეოს გარეთ არ შეიძლება. ხოლო სამონადირეების გარეთ მოქალაქეებისთვის ძირითადად დაშვებულია გადამფრენი ფრინველზე ნადირობა, რომელიც სიმბოლურ თანხად 10 ლარად შეუძლია ადამიანმა ინადიროს მთელი ნადირობის სეზონზე. თუმცა დაახლოებით მსგავსი სტრუქტურები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და მსგავს სტრუქტურას რაც გულისხმობ, რომ ნადირობა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მთავარი ფუნქცია ნადირობის არის სპორტული უნარების მქონე ადამიანს შეუწყოს ხელი, რომ ეს რაც თქვენ აღნიშნეთ ბუნებრივი უნარ-ჩვევების გამოვლინება, ნადირობა საქართველოში ყოველთვის იყო სპორტულ სამოყვარულო. ანუ მხოლოდ სპორტულად განვითარებულ ძლიერ ადამიანს შეეძლო ენადირე. ზოგადად ესეთი იყო ჩვენი წინაპრებისგანაც ესეთი ინფორმაციები გვაქვს მიღებული, რომ ასე იყო და დღესაც სპორტულ სამოყვარულო ნადირობა დაშვებული და რა თქმა უნდა ის ითვალისწინებს, რომ მონადირეს უნდა იყოს საკმაოდ ესე იგი იმ კუთხითაც მომზადებული, რომ მან შეძლოს კონდიციის უნდა იყოს, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით და ანალოგიურად შემთხვევაში ხაზი აძვროს და ასე შემდეგ. და სამონადირო ორგანიზებული სამონადირო მეურნეობების განვითარება არის მათ შორის ამ განვითარებულ ქვეყნებშიც. მათ მოწყობილი აქვს შორს არ წავიდეთ აქვე ჩვენი მეზობელი თურქეთშიც აქვს სამონადირო მეურნეობები ჩვეულებრივად, სადაც გამყოლის მეშვეობით არის ორგანიზებული ნადირობა და ჩვენთანაც არსებობს სამონადირო მეურნეობები, სადაც ეს ზოგთან ხდება სწორედ ორგანიზებული ნადირობის მოწყობა. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ სამინისტროში მომზადდა ახალი პროექტი ნადირობის შესახებ. სამინისტრო არის ამის ინიციატორი და ველური ბუნების სააგენტო, რომელიც ალბათ ძალიან მალე ნახავს დღის შუქს, ეს არის ესე იგი შეთანხმების ეტაპზე არის და აქ კიდე ახალი რეგულაციები შემოვა და რა თქმა უნდა, გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი აღასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც გათვალისწინებული იქნება ზოგადად კანონმდებლობით. კი ბატონო, ისევ მინდა დაუბრუნდე სამონადირეო მეურნეობებს. აქ ამ შემთხვევაში როგორც თქვენ ხელხაზი ახსენეთ, რომ ერთის მხრივ არის კონტროლის მექანიზმით საშუალება, მეორეს მხრივ საინფორმაციო წყარო, ხო, ორივე მიმართულებით. სამონადირეო მეურნეობაც ამ კუთხით გამოდის ორმხრივი, ერთი მოქალაქე მიდის და თავის სურვილის შესაბამისად ინადირებს, ხოლო მეორე გლობალურად უკვე სამინისტროს მეშვეობით სახელმწიფო ყავს ერთი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს იქ ბუნების შენარჩუნებაზე, ხო? ანუ იმ ბუნების შენარჩუნება და მაქსიმალურად ველური გარემოს შენარჩუნება სწორედ ჰაბიტატს ასე ვთქვათ აძლიერებს, რაც ვთქვათ ამ კომერციული საქმით დაკავებულებისთვის მნიშვნელოვანია ის ცხოველი თუ ფრინველის ბუნებრივად გაიხარებს და ნაკლებად დასჭირდება გარჯა იმისთვის, რომ ის გამოკვებას. მაგრამ თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ტყის ტერიტორიაზეც არის. აქ როგორ არის დემარკაცია, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ღობეა, არ არის ჩვეულებრივი ღობე, ვთქვათ ვიღაცა შეყვამ ნადირობის ეშხს და გაიცა ამ პერიმეტრს გაცდა ეს არ ვიცი რაღაც ცხოველია თუ ფრინველია და იმ პერიმეტრს გაცდა და ამ საქმე ვერ მიხვდა და გააგრძელა ნადირობა და სადღაც წამოეწია იქ სადაც უკვე სეზონი არ არის და ასე შემდეგ. აი ეს დეტალი და ნიუანსები როგორ რეგულირდება? ხო, ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი საკითხია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ შემთხვევაში
ყველა სამონადირო მეურნეობა ჯერჯერობით, თუმცა შეიძლება ტყის ფონდის გარეთაც გაიცეს, არაფერი არ ზღუდავს, შეიძლება გაიცეს კლდოვან ადგილზეც, სადაც კონკრეტული სახეობისთვის იყოს მიზნობრივი. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ამ ტყის ტერიტორიას შემოღობა რა თქმა უნდა არ ხდება, უბრალოდ იდენტიფიცირებულია საზღვრები. ჩვენ ტყეში ყველა ადგილს თავისი მისამართი აქვს, ხო, სატყეო ფართობზე. კვარტალი ლიტერი არის მინიმალური ერთეული, რომელიც უკვე მიგვითითებს თუ სად მდებარეობს. შესაბამისად, სამონადირო მეურნეობაში სპეციალისტებმა იციან, კი, და ასევე იცის სამონადირო მეურნეობის პრობლემა. ასევე ვალდებულება აქვს, რომ განალაგოს ფირნიშები და მიუთითოს, რომ ეს არის სამონადირო მეურნეობა, სადაც სამონადირო მეურნეობის ფლობელთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება შესვლა. რა თქმა უნდა, ყველა ტერიტორია ვერ იქნება მარკირებული და რა თქმა უნდა, ყველა ტერიტორია არ არის შემოღობილი და არის ღია სივრცეები, მაგრამ სწორედ ეს არის სამონადირო მეურნეობის მფლობელის დანიშნულება, რომ მან ისე უნდა განავითაროს ის ბიოტექნიკური ღონისძიებები თუ სამარილეები თუ სანაშენეები და ასე შემდეგ, ისე უნდა წარმართოს ეს ორგანიზებული საქმიანობა. იქ ხდება დაყოფა კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულებად, მაგალითად სანაშენე, აღწარმოების უბანი, სანადირო უბანი. ეს ყველაფერი ისეთი ორგანიზებულად უნდა განახორციელოს, რომ არ მოხდეს მარტივად რო ვთქვათ, იქედან მიგრირება ცხოველების სხვა ტერიტორიაზე, თუნდაც საკვების მოსაძიებლად, მარტივად რო ვთქვათ. ამიტომ სამონადირო მეურნეობის მფლობელი, რა თქმა უნდა, მათ უნდა იქ იმ პერიმეტრს ჩვენ ვიცით თქვათ, რომ ეგ არის პირობითად გავლებული რაღაცა საზღვარი, მარკირებულია და მივხვდით ტურასთვის ახლა ხედავთ ერთი პირობითად ვაკეთებ. საკვების საძიებლად ცხოველი არ უნდა წავიდეს სამონადირეოდან სხვა ტერიტორიაზე. ეს არის იდეა. ანუ ისე უნდა განავითაროს ბიოტექნიკური ღონისძიებები და იმდენი სამარილეები, იმდენი ნათესი უნდა მოაწყოს, რომ ცხოველთა კონცენტრაცია უნდა იყოს ამ სამონადირო ტერიტორიაზე. მაგრამ მეორეს მხრივ ცოტა შორს წავალ. ის ტყე თუ რაღაცა ცხოველების ჰაბიტატია, ამან აქ კარგი გარემო შექმნა. და თქვათ რაღაც არ ვიცი 10000 ჰექტარია პირობი თქვათ ტყის მასივი და სამონადირო მეურნეობას მისცეს 4. დანარჩენი 6 რჩება სახელმწიფოს და ამან აქ ისეთი პირობები შექმნა, რომ იქ რაც კი იყო, ყველა აქით გადმოვიდა. აი, ყველა აქით გადმოვიდა, ახლა იმიგრაცია შეიძლება გააკონტროლოს, მაგრამ მიგრაციას როგორ გააკონტროლებს? მე როგორ ანუ მესმის რომ ალბათ ესეც უნდა დათვალოს, აღწერაც იყოს, მაგრამ შეიძლება იქით მთელი სიმძიმე აქით გადმოვიდეს, ის მხარე დაცარიელდეს ამ კონკრეტული ცხოველისგან და ამას რაღაცა ბიოლოგიური ჯაჭვის რაღაცა რღვევა მოყვეს, რაღაცა და უტრირებულად ლაპარაკობენ. ხდებით ალბათ რატო კი, მივხვდი რა თქმა უნდა. მოდით ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ სამონადირო მეურნეობის დაახლოებით ახლა საქართველოში რაც გაცემული არის 16-მდე სამონადირო მეურნეობა 450 არის მინიმალური და 14000 არის მაქსიმალური, რო ვთქვათ, ეს უხეშად ციფრები რო ავიღოთ, ფართობები, ჰექტარი. 450 ჰექტარიდან 14000 ჰექტარამდე არის მაქსიმალური ციფრს ვიღებ. რაც შეიძლება იყოს ტერიტორია, ლიცენზირებული ტერიტორია. ლიცენზიატი, როდესაც იღებს ლიცენზიას, ის ადგენს მართვის გეგმას. სამონადირო მეურნეობის მართვის გეგმას, სადაც მას გაწერილი აქვს ყველა ღონისძიება, თუ რა უნდა ჩაატაროს, რა უნდა გააკეთოს, როგორ ბიოტექნიკური ღონისძიებები და ამავდროულად მას აქვს ვალდებულება ყოველ წელს გააკეთოს გარეული ცხოველთა აღრიცხვა მის ტერიტორიაზე, წარადგინოს სააგენტოში და დაემტკიცოს კოდები. მას არავითარ შემთხვევაში არ აქვს მოიპოვოს იმაზე მეტი, ვიდრე დამტკიცებულია კოდა და კოდას განსაზღვრავს ისევ სამინისტრო, ანუ ამ შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტო. აქ არ შეიძლება არარეალური ციფრები მოვიტანოთ, იქ ყოველთვის არის გეგმა ზომიერად, რამდენი სახეობა არის, როგორი აღწარმოებით რამდენი შეიძლება გამრავლებული იყო და ეს ყველაფერი არის იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის მეშვეობითა, რომელიც ახორციელებს აღრიცხვიანობას ყოველწლიურად სამონადირეოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს წარდგენილი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არის საფუძველი, რომ დაუდგინდეს კოდა. კოდ არის დამცავი მექანიზმი, რომ არ მოხდეს რესურსის გადაჭარბებული მოპოვება. მარტივად რო ვთქვათ, თუ აღირიცხა, რომ არის 1000 სული ინდივიდი ცოცხალი ორგანიზმი, აქედან შეიძლება მაქსიმუმ მოპოვებული იყოს 150. ანუ რაღაცა პროცენტული წილი დარჩეს, რაღაცა პროცენტული წილი იქ 250 შეიძლება იყოს მოპოვებული და დარჩეს მეოთხედი მოიპოვა, რომ 3/4 დარჩეს აღწარმოების მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ. ანუ ეს მექანიზმი ქვეყანაში არსებობს ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე, თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ წინა მსჯელობაში საერთაშორისო თანამშრომლობა.
შეუძლებელია გარემოსდაცვა ისეთი საკითხია და მათ შორის ბუნებრივი რესურსებისაცვა ისეთი საკითხია, ამას ერთი ქვეყანა თავისით ვერასდროს ვერ გაუმკლავდება და საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე ეს გამორიცხულია, იზოლირებული, ეს შეუძლებელია რაღაცის მართვა. ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოს ძალიან ბევრი კონვენციის მხარეა, ძალიან ბევრი ხელშეკრულების მხარეა და თავისი კანონმდებლობაც კი აწყობილი აქვს სწორედ მდგრადი სარგებლობის პრინციპებზე, გარემოსდაცვის მდგრადი სარგებლობის პრინციპებზე და კვოტირება არის მაგალითად ერთ-ერთი ნიმუში, რომ კვოტირების მექანიზმი არის ის, რომ დღეს ყველაფერი არ უნდა მოვიპოვოთ. არამედ დღეს უნდა ცოტა მოვიპოვოთ, რომ მომავალში დავტოვოთ, რომ ჩვენმა შვილებმაც მიიღონ სარგებელი. ეს არის მდგრადი სარგებლობის პრინციპს ეფუძნება და რა თქმა უნდა, სამონადირო მეურნეობასაც ლიცენზიის პირობაში უდევს სწორედ ეს მდგრადი სარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე მოთხოვნა. კიდევ ერთი უკიდურესობა, თქვათ, შეიქმნა სამონადირო მეურნეობა, რაღაც კარგად იმუშავა სისტემამ, კვოტა ყველაფერი შესაბამისია, მაგრამ ეს ჰაბიტატი იმდენად კარგად მოაწყვეს, რომ მათი პოპულაცია იზრდება და თვითონ სამონადირო მეურნეობის პოპულარიზაციაც ხდება და ნუ რაღაცა კომერციული პრობლემების გამო გააჩერეს მუშაობას, ვერ ღებულობენ. ვერავის და რაღაც გაგრძელდა ეს დიდი პერიოდი. შესაბამისად პოპულაცია იზრდება და მათი გამოხშირვა არ ხდება. ამან შეიძლება რამე დისბალანსი გამოიწვიოს იმ პირობით საზღვრებს იქით, მაგალითად ზოგადად იმ სივრცეში. ხო, ნუ ვიცით როგორი სიტუაცია არის, ზოგიერთ სამონადირო მეურნეობას უდევს, რომ ტურიზმი განავითარო, სანადირო ტურიზმი. თავის მართვის გეგმაში წერს, რომ მე განვავითარებ სანადირო ტურიზმს, რატომაც არა. ვალდებულება აქვს რომ ვებგვერდის შექმნას და გაუწიოს პოპულარიზაცია თავის სამონადირო მეურნეობას, რა თქმა უნდა. და თუ ესეთი ბედნიერება მოხდა რომ გამრავლდა დიდი რაოდენობით შველი მაგალითად რა თქმა უნდა მე როგორც აღვნიშნე ყოველ წელს ვალდებულია წარმოადგენოს აღრიცხვის მონაცემები ყოველ წელს აქვს მას ეს ვალდებულება ამ აღრიცხვას თვითონ აკეთებს იქნებ ვერ აკეთებს ან არ აკეთებს ზუსტად ხო რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ალბათობა ყოველთვის არსებობს თუმცა მისი ვალდებულება რომ ყოველ წელს აღრიცხვიანობა ჩაატაროს და მისი პასუხისგებლობაც არის რომ სწორად რა თქმა უნდა ჩვენ ვამოწმებთ მე ლიცენზიის პირობებს თუ რაიმე არასწორად არის წარდგენ ვაჯარიმებთ 2000 ლარი ერთი ლიცენზიის პირობის დარღვევაზე რა თქმა უნდა ლიცენზიის პირობების დარღვევაზე არის 2000 ლარი და ეს მოწმდება უკვე გეგმიური ინსპექტორები ან არაგეგმიური ინსპექტორები შევდივართ და ყველა პირობა მათ შორის აქვს თუ არა მოწყობილი სანაშენი აქვს თუ არა გაკეთებული ბიოტექნიკური ღონისძიება ახდენს თუ არა შიდა სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოებას და ასე შემდეგ ძალიან ბევრი პირობა რასაც ჩვენ იქ ადგილზე ვამოწმებთ ასევე ვამოწმებთ იცავს თუ არა ტერიტორიას მართვის გეგმით რაც ღონისძიებები აქვს ამას ასრულებს თუ არა ამიტომ ეს მექანიზმი როგორც კონტროლის მხრივ ასევე თვითონ აქვს და რაც შეეხება გამრავლებას რა თქმა უნდა მისი მთავარი ფუნქცია არის რომ გაამრავლოს გარეული ცხოველები და უნდა გაამრავლოს და მდგრადი სარგებლობის პრინციპით ისარგებლოს ანუ ტერიტორიის შიგნით მასზეა მათი აღრიცხვა და ტერიტორიის გარეთ თქვენი უწყების წარმომადგენლები მართვის ორგანოები არ ტერიტორიის გარეთ როგორც აღნიშნე უმეტეს სამონადირო მეურნეობები და თითქმის ყველა მოწყობილია ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ისე ცხოველების რაოდენობაც იცით როგორი სიტუაცია არის ახლა ეს არ ხდება უფლებამოსილება აქვს სატყეოს, მაგრამ შეიძლება არ მოხდეს გარკვეულ მიზეზებამდე, სანამ საჭიროება, როდესაც გაჩნდება საჭიროება, რომ მაგალითად დასადგენია ამ კონკრეტულ რეგიონში მტაცებლის რაოდენობა და ასე შემდეგ, ნებისმიერი საკითხი, ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა ეს შეიძლება ჩაატაროს მართვის ორგანომ დაცულმა ტერიტორიებმაც და ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და ბარემ აქვე ვიტყვი რომ დაცულ ტერიტორიებს ამისთვის აქვს ფოტოხაფანგები, ანუ ისინი მონიტორინგს, უწყვეტ მონიტორინგს ახდენენ ცხოველთა ნაფეხურზე, გადაადგილების მარშრუტზე და ასე შემდეგ. ეს მონიტორინგის მასალები ერთად იყრის თავს და რა თქმა უნდა გამოყენებულია აღრიცხვიანობისთვისაც. კი ბატონო. მორიგი სეზონი როდიდან 2025 წლის აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება ახალი სეზონი და სამინისტრო გარემოსდაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციისამებრ მოქალაქეებს მიმართავს რომ არ დაარღვიონ ნადირობის წესები. ანუ აგვისტომდე ახლა ნადირობა არ არის? არა, ახლა შეიძლება მაქსიმუმ ადამიანმა გაიყვანოს ზაღლი და გაწვრთნას ოღონდ დაუმუხტავი ტყვიებით. თუ მას დამუხტული ექნება ტყვია, ჩვეულებრივად დაჯარიმდება, მაგრამ თუ მას ექნება დაუმუხტავი ტყვიები და იქნება ისეთ ადგილზე, სადაც რეფლექსია ასე
შემდეგ ძალმა გამოიმუშავოს. და იქნება იქ სადაც ნადირობა დაშვებულია, ყველგან გარდა ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრისა, სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა, ველური ბუნების სანაშენე ადგილებისა, ასევე ნაკრძალები, ეროვნული პარკები, მათ გარშემო ბუფერული ზოლები და ბარემ ვიტყვი, რომ ყველა დაცულ ტერიტორიას თავისი მენეჯმენტის გეგმით აქვს განსაზღვრული არის თუ არა იქ დაშვებული ნადირობა ზოგადად პროცესი, ესეც ემატება. ამიტომ ამ ადგილების გარდა ყველგან შეუძლია გაიყვანოს ადამიანმა თავისი ძაღლი, დაგეშოს, ოღონდ დაუმუხტავი ფუჭი ვაზნებით. შეუძლია რომ ძაღლის გარეშე გავიდეს და ფუჭი ვაზნები ისროლოს? ძირითადად ეს ფუჭი ვაზნის სროლის მიზანი არის ძაღლის გაჭრა. პირობები ხრის გამაგრება უნდა ვთქვათ. შეუძლია? ძაღლის გაწვრთნის მიზნით შეუძლია. იმიტომ რომ ძირითადად ეს არის. კი. კარგი, მადლობა დიდი სტუმრობისთვის, საინტერესო დიალოგისთვის. მოკლედ დასრულდა და მთელი გაზაფხული ახლა სამზადისი თუ ექნებათ მონადირეებს, რომ აგვისტოს ბოლოსკენ მოემზადონ ახალი სეზონისთვის და გასულ სეზონზე ჩვენ ვისაუბრეთ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსთან ერთად და გვითხრათ თუ როგორი იყო სეზონი, დარღვევები და ამ მხრივ არსებული მონაცემები. ქალბატონ მაია ჭყობაძესთან ჩვენი საუბარი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე. მადლობა დროებით.